არის ამ მიზეზი, რატომ არიან ხელისუფლებაში უსისხლოები? მოდი უახლესით დავიწყოთ. აი ახლა მშობლები კანცელარიასთან გამესათევენ და რჩებიან უკვე მე-15 დღეა იმისთვის, რომ ბავშვებისთვის კონდეთ წამალი, რათა ისინი გადარჩნენ. და სარჯოლაძე და სხვა ოცნების მაღალჩინოსნები ყურსას არ იბერტყავენ და ამ ადამიანებს აშავებენ. პირველ რიგში ეს არის იმის დასტური, რომ უსისხლოების ზიან საქართველოს თავრობაში. მეორე? ჩვენ ყავს პოლიტპატიმრები, ახალგაზრდები, რომლებიც არიან ციხეში გამოკეტილები. ზოგ ჩაუდეს მოტეხილი ხელი, ზოგ ჩაუდეს ნარკოტიკი, ზოგი სალფეთქის სროლის გამოზის და კიდე ბევრი აბსურდული მიზეზის გამო არიან ადამიანები, არამხოლოდ ახალგაზრდები, ქალები მათ შორის, ხო? და ისინი რეჟიმს გამოკეტილი იყავთ ციხეში, იმიტომ რომ სხვები დააშინოს და აჩვენოს, რომ აი არ უნდა გამოვიდნენ აქციებზე და არ უნდა იბრძოლონ საქართველოს თავისუფლებისთვის. კარგი და მესამეც გითხარი. ხო, ჩვენ გვახსოვს ადამიანები, რომლებიც დაასახიჩრეს აქციებზე, გედედეს თანამშრომლებმა და არამხოლოდ მათ, არც ერთ არ ეკეთან ნომრები, ისე უსწორდებოდნენ თავზე გადაუარეს ადამიანებს, რა ვიცი, დაასისხლიანეს და არც ერთი მათგანი არ არის დაჭერილი, არც ერთი პოლიციელი არ არის დაჭერილი, ვინც ადამიანებს უსწორდებოდა. ქართული ოცნების ახლა მაღალჩინოსნები ამას ამართლებენ და ამბობენ, რომ ასე იყო საჭირო. პროპაგანდა ააგორეს მათ წინააღმდეგ. ამიტომ ეს სამი მიზეზი, მინიმუმ ეს სამი მიზეზი აჩვენებს, რომ ქართულ ოცნებაში დღეს არიან უსისხლოები, რომელსაც არც ადამიანობა გააჩინიათ, არც სამშობლო არ უყვართ და საკუთარი ჯიბის გასქელების გარდა ინტერესი არ გააჩინიათ. ამიტომ თუ გვინდა რომ საქართველოს უკეთესი მიმართულებით წავიდეს, უფრო განვითარდეს, აუცილებელია რომ აი ესენი, ეს არაადამიანები და უსისხლოები არ იყვნენ თავრობაში. მადლობა. გაიხარეთ.